საბერძნეთში მარია კალასის ოლიმპიურ დარბაზში ქართული გალა კონცერტი მუსიკალური ბათუმი ათენში გაიმართა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და სოლისტებმა მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით ააჟღერეს. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე, ათენის მერის გენერალური მდივანი და სხვა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. აქ დღეს ნამდვილად ჩვენი მესეჯი იყო ძალიან სამშვიდობო, ძალიან შემოქმედებითი და ძალიან დიდი სიყვარულის მესეჯი, რომელიც ჩვენ და ყველამ დღეს ვინც იყო მონაწილე, ეს გაუგზავნა მთელს ევროპას. შესანიშნავი კონცერტი ბათუმის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, ასევე არაჩვეულებრივი შესრულება იყო სოლისტების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არის კულტურის დიპლომატიაში და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას.